ვაგრძელეთ მეგობრებო ქარ-პარკინგში ბიზნესმენის ცხოვრებას და როგორც იცით წინა ეპიზოდში აგვეყიდა პოლიცია რას შევურიგდით აგვეხსნა ყველაფერი და მოკლედ პოლიცია გამოგვეყიდა მე კიდე პლუს ბანდაც გამოგვეყიდა და ბანდას არაფერი არ უთხრა პოლიციამ ალბათ ბანდა და პოლიცია ერთმანეთში ანუ რაღაცა ხდება რა შეგრულები არიან უეჭველი და მოკლედ ჩეკლესების ბანდა გამოგვეყიდა იქ მარშრუტკები და მერსედესის სპრინტერები და რაღაცები დააყენეს გადაგვეკეთეს ხსები და მოკლედ მოვედით აქ მაგრამ მოგვივიდა ავარია რა უბრალოდ ძალით მოახდინეთ იმიტომ რომ პოლიციელების მანქანის რო გადაგვეკეთეს მეგობრებო გზა პოლიციამ ხო მინდოდა გატანა რა პოლიციის მანქანებს. მოკლედ მოვედით მე და ლაშა აქ რა ჩაგვექრა ჩვენი E34 აი დალიწილია და აღარ იქოქება. ავედით მე დავემალეთ პოლიციას სულიუს მოვიშორეთ და მე და ლაშა ასეთ რაღაც გადავწყვეტეთ. რახან ანუ პოლიცია მოგიგაიგო ჩვენი ადგილის სამყოფელის შესახებ სადაც ვართ და სახელოსნოში და მოკლედ სხვა სახელოსნოში გადავდივართ რა პატრონს დავურეკე რაღაცა მოვაგვარე და მივდივართ რა უნდა წავიდეთ ახლა უბრალოდ იმ ძველი სახელები რომელიც ქონა ნაკირავები უნდა წავიდეთ რა იქიდან და უნდა დავურეკოთ რა გამარჯობა ხალხო გამარჯობა როგორ ხართ როგორ ვიდეო ბაბახო დავურეკე იმას რა იმ ძველ იმას სახელოსნოს რომ მივდივართ და დაცალონ ყველა ის თავისი რაღაცები შემოიტანონ და გააგრძელონ რა სხვაზე გააქირავება. კაი დავურეკე ლაშა და ახლა კიდე მეგობრებო ძალიან დიდი ველება ყველას 870 ნახვაზე ავიდა მეხუთე სერია ანუ მე-6-ე ხო დავდე და მე-6-ეს წინა ანუ მე-5-ე სერია ავიდა რავი 870 ნახვაზე რა და 30 ლაიქზე თუ ეს ვიდეო 20 ლაიქზე აუცილებლად დავდებ შემდეგ ეპიზოდსაც მერვე სერიას მოკლედ დავურეკავ რა მაგრამ სანამ დავურეკავ მეგობრებო წინა ეპიზოდი რო დავდე კომენტარებს გადავხედე და თითქმის ყველა მიწერდა ვახო მასწავლე ხელოსნებს როგორ აყენებ და საერთოდ როგორ აყენებ ამ მანქანას და რაღაცეებს მოკლედ ეხლა გასწავლეთ უცებ მაგას შევდივართ ტელეფონში და აქ წითელი რაღაც რა ჯოისტიკი რო ახატია მაგის ქვეშ CPM editor რო აწერია ესა აქ შედიხართ და აყენებთ რასაც გინდა ანუ გზა გინდა რაღაც ბუნება გინდა ხეები და რაღაცები ისინი გინდათ მაგალითად აგერ დავდგამ აი ამ რაღაცა დიდს რაღაცას აი ასე გამოვწევთ ავწევთ აქ შემოტრიალება ასე შემოატრიალებ ხო კიდე მანქანებს უჭერთ ასე შემოტრიალება რა აი ასე უფრო ადამიანებს არ უჭერთ რა შემოტრიალება მოკლედ კაი წავშალეთ ახლა და დავუბრუნდეთ ჩვენ ვიდეოს და ჩვენ სერიალს კაი დავურეკოთ აბა იმას გამარჯობა ძმა ის მე რო სახელოსნო ვიქირავე რა მოკლედ აღარ მინდა რა ქირავება რა სხვა სახელოსნო ვიქირავე ქალაქგარი და აღარ მინდა რა კაი ძმა კაი აბა გამარჯობა და კარგად აბა კაი ესეც ასე მეგობრებო ხა იმ ახალ სახელოსნოში რომელიც ქალაქგარეთ ვიქირავე წავიყვანე ამ E34 და გავაკეთეთ რა მაგრამ უნდა გავყიდო ლაშა რა ეს E34 რა $20,000 ვა 20,000 მაგარია ხო მოკლედ ეხლა ველოდებით ჩვენ ევაკუატორის მოსვლას და იმ სახელოსნოში წავალ რა
მოვედით მეგობრებო ჩვენ სახელოსნოში, სადაც მოვიყვანეთ E34 ესა E34 მეგობრებო ევაკუატორით და უნდა გამიკეთოს რა ეხლა ლაშამ. არა ლაშა საწევიდა. ლაშა ბიჭო. ლაშა. ხო, ახო რა გაყვინებს აგერ ვარ. სად ხარ ბიჭო, სად? აგერ ვარ. საწახვედი ძმა. გიზახი ამდენი ხანი. ვათვალიერებდი რა სახელოსნო, ძალიან მაგარი სახელოსნოა. გადი უკან ლაშა ეს ბანკარა გავიკეთე მე ეხა. მანამდე მე რაღაცებს დავათვალიერებ. ნაწილები დაყიდია. აგერ რაღაცები გაქვს. დაგვიტოვა იმ ადამიანმა ესენი კლუჩები და რაღაცები. და მოკლედ გავიკეთე ეს ბანკარა. მე გავყიდე 15000-ად, 20000-ად კი არა. 15000-ად გავყიდი. და მე რავი უეჭველი პლასტიკური ოპერაცია და გავიკეთო და სახელი უნდა შევიცვალო რა. ხო და მე დავათვალიერებ და სახელოსნოს და მოვალე რა. კაი მიდი მოხ. კაიება. ნახო თავად დავათვალიეროთ სახელოსნო აქ რაღაცეები საბურავები და რაღაცეები მთელიაბები დაგვიტოვას აქ დავაყენებთ მანქანას თან უფრო მაგარია თბა ეზოც გვაქვს აგერ მთლიანი ეს ეზო ჩვენია და მომავალში ეს სახელოსნო ისე ხوار ვიყიდო იმიტომ გავაკეთე ხა ხალაგარეთ რომ რავი პოლიცია მისის რა ისე სახელოსნო სადაც იყო და ნაგინდო რომ და მეღადავები ბიჭო ამას შეხედე აქ საბურავებს შეცვლიან აქ კიდევ რაღაცა მეღადავები აქ ბანკარას ავიყვათ ასე იქ შევცვლით რაღაც საბურებს აგერ ლაშა შევა აქ გააკეთებს კიდევ ბანკარებს აი მეგობრებო რაც ჩვენ გვინდოდა ჩვენ უნდა დავიწყოთ ხა ბანკარების ბიზნესი მოკლედ და მეღადავები იქაც ხო გასაკეთებელია და აქაც ორი საწევ დასაწევია მეღადავები არა ეს გორი იმან ვითხრა გაბუჭებულიაო და არ იწევაო და ასე გავაკეთეო რა ეს არ იწევა და ეს იწევა რა ეს მუშაობს აი აუ რა მაგარია ბიჭო აქ რაღაცები დაჭდები გააკეთებ რაღაცებს აი ძალიან მაგარი სახელოსნოა და ეს მეგობრებო გიქირავე თვეში $500 გადასახდელი რა ძალიან მაგარი სახელოსნოა კარგი მეგობრებო ეხლა რა ვაკ გადასახები არ ვიცი რო გააკეთებს ლაშა მე 34 ფერე დაგიბრუნდებით რა მოკლედ ცოტა მოსაღავდა და ლაშა მეთხრა რომ მოდი 34 არის მზადობა რამდენ რაღაც საქმეებზე ვიყავ და ხوار მეღადავები მოიცა ბიჭო ხوار მეღადავები რა მაგრად გაგიკეთებია ლაშა როგორია მოგწონს კი და -$1000 ამე 34-ის აკეთებაში დამჭა სულ რაღაც $4000 და მოკლედ ეხა მეგობრებო ჩემ მეგობრს უნდა დაურეკო უეჭველი და ეს 34 უნდა გავყიდო არა და რა მაგარია ძალიან მენანება ხა ირანანება მეგობრებო ამე 34-ის გაყიდვა მაგრამ რა გავაკეთო მოკლედ დავებშვიდობოთ დღევანდელ ვიდეოში ბოლოჯერ ვიყურებთ ალბათ ამ 34-ს და მოკლედ ახლა დავურეკოთ რა ჩემ მეგობარს ანუ გამარჯობა არა ვახო ვარ და მოკლედ 34 ყვედით 15000-ად რა ვა რა 34 ივარა 15000-ად როყიდი 10000 დავახარჯე 34-ს და ეხა 15000 არ გავყიდო არა ძმა ვიცი შენი ეს შენ ხელს არ ეკავს ხო დაქირავებული არა ჩემი ხელს არის მარტო ჩემზე მუშაობს ხო მაგას გერუდები ბაგი გულს ხო კარგად გააკეთებდი ეხა მერჯერა
მაგე 24. ძალიან მაგარია ბიჭო, ეს აქ 612 ცხენის ძალა აქ. ვა, მართლა? მაშინ მოკლედ არ მინდა შემოწმება, ვიცი, გენდობი რა. არაფერი არ იქნება ხა მაგას გაფუჭებული არც შემოწმება მინდა, არც არაფერი. უბრალოდ ეგ მითხარი ხა რაფერია. იასამრის ფერი ძმა. ვა, გიორგი თორზაძის ფერებშია? კი, აბა. ვარ ფერებშია მოკლედ და ნომრებიც მაგარი აქვს რა. მამა 0-14. ვა, ნომრებს დამიტოვებ. კი, დაგიტოვებ და გადაფორმებაზე პრობლემა არაა, არც მოპარული, არც არაფერი. კაი, ძმა. კაი, აბა გამომირიცხეთ, მამ და ევაკუატორს გამოვატანა, მე რაღაც საქმეები მაქვს ხა. რაღაც კიდე უნდა ვიყიდო რა მანქანა. კაი, მიდი აბა. კაი, აბა. და პლუს 15,000 ჩემსაგარშზე და რაც იმას ნაჩვენებს რომ გვაქვს 19,000 აბა რა. და ეხა რა უნდა ვქნათ? რა უნდა გავგითო ეხა პლასტიკური ოპერაცია და ვაშე სტანსაცმელები უნდა ვიყიდო ახალი და ეხა პოლიცია ხომ ეძებს. მაგას შემდეგ ვიდეოში ნახავთ და ხო მეგობრებო, სახელის შეცვლაც მინდა. მოკლედ